ყველაფერი შეთვის. კი, ბინის ქირავობის დროს კი, მაგრამ ჩემგან ერთ თეთრს ვერ ეღირსები. ვიცი და არც მინდა. აუ, აღარ შემიძლია თქვენი ჩხუბის მოსმენა რა, წავედი მე. გამიხარდა შენი ნახვა, მამა. ლილო. შენ გეცვალ ბოლოს იზდუტი და ხო, საიდან უნდა ვიცოდე? ხო, მაგრამ მე უეჭვალა შემოსასვლელში დავკიდე და ნორმა დედა შენ მაიღო რა ვიცი. ანუ დედასიც ვა? ჰა, დე გამოტყდი, შენ გეცვა ჩემი დუტი. შენი არა, ჩემია იზდუტი. დედა. რა? 2 საათია, 2 კაცი დავეძებთ ქურთუმს და რაო გვეკითხები. დე, სად დადიხარ? შედავდივარ. აი ახლა ფიქრებში სად იყავ? დასხედით რა. გამარჯობა. ისე გამიხარდა თქვენი შეტყობინება რომ მივიღე. ხო. რამ გაგახარათ? რა ვიცი, ვიფიქრო რომ რაღაც მტკიცებულებები ნახეთ, ხო? იცით, დაგინახეთ თუ არა, ეგრევე მივხვდი რომ საერთოდ არ გავხართ ქალს, რომელსაც ფიქრი შეუძლია. უკაცრავად სამაგიეროდ იცით, როგორ ქალს გავხართ. კაცი შებმის გამო ყველაფერზე რომ წავა. ავანტიურაზეც, შანტაჟზეც, ცილის წამებაზეც, მით უმეტეს თუ ეს კაცი წარმატებულია და თან პულიც აქვს. სერიოზულად ამბობთ ახლა ამას? ჩემზე ამბობ. რაში მჭირდება მე თქვენი ქმარი მაინტერესებს და გონიათ რომ მჭირდებოდეს ვერ მოვახერხებდი რამეს? აი აუცილებლად მოვახერხებდი და ფაქტია რომ ვერ მოახერხე და ამან გაგაბრაზა. არა, რატომ მეგონა რომ თქვენს ქმარს ნორმალური ცოლი ეყოლებოდა? ან რომ თქვენ მის წინააღმდეგ წახვიდოდით. და მე დამეხმარებოდით რომ სიმართლე დამემკიცებდი. რომელი სიმართლის? არასამუშაო დროს ჩემს ქმარს სახლში რომ მოუვარდით, შებმა დაუწყეთ, არ გამოგივიდა და მე ცილის წამება გადაწყვეტეთ. ესაა თქვენი სიმართლე. გიყურებ და მეცოდებით რა. რანაირად იბრმავებთ ეგრეთ თვალს? მე ნუ გეცოდები. საკუთარი თავი შეიცოდე. იმედია ხვდებით რომ ცილის წამება კანონით ისჯება. რას მეტყვით? რისი მოსმენა გინდა? ყველაფრის. ოღონდ ასეთი სიჩუმე არ მინდა. აპატია, მაგრამ ცოტა დრო მჭირდება. როგორ მშია? ეს რა, არაფერია შევკითხე? არა, გელოდებოდია. მეთქი ქაბაბი მაინც დამხვდება თქო რა, გასმე. მინდა? ხო, ხინკალი და ქაბაბი მინდა. ეხლა აბა პანაკოტას საჭმელად რომ ლუდის ბარში არ მოვიდოდი არ იცი? შეიძლება ერთოთი. გამარჯობა. 10 ხინკალი, 2 ქაბაბი. 15 რა.
შეგამე. და გეხვეწები, როგორც კი მისცემ შეკვეთას, აი ეგრევე შემოbrunდი და ლუდი წამოიღე, გთხოვ. და კიდე 200 გრამიანი მომიტანე. კარგად. რა ხდება? ხდება რა? რა საკითხი ხარ? რა საკითხი? აი გამოუშვი ხარ, რა ხდება მით? მადლობა. მადლობა. ყველაფერი გაირკვა რა. რაზე? დედა ჩემზე მარინაძე. თქვი აბა. თავიდან რომ მივედი, ბიჭო არ დაიჯერა რა. მეჩხუბა, გამომაგდო სახლიდან, პოლიციაში დავრეკაო. აღმოჩნდა თურმე რომ შენაც გეძებდა? არა. წარმოიდგინე თვითონ მკვდარი ვეგონი. ექიმმა უთხრა რომ შვილი გარდაიცვალაო, ბიჭო და ცხედარი არ გამოატარა. რა სიძა? თურმე მამა ჩემის დედის გაყიდული ყოფილა. და დედა ჩემი საფლავიც გაუკეთებია და ამდენი ხნის განმავლობაში ამოდიოდა და მელაპარაკებოდა, ბიჭო. საწყალი. აბა ბიჭო ისეთ რაღაცეებს მიყვება, გული გაგისკდება. დიხარ ასაპირები. არ ვიცი, უკვე ვეღარაფერს ვეღარ ვიჯერებ რა. მიყვები დინებას რა. ვაიმე ხარ. მოგლეთ მაქსიმუმ 40 წუთში დაგირეკავ და გეტყვი ჩავიცხავ თუ არა რა. მაცადე 40 წუთი და გეტყვი თქო შეჩემო. აი მიდი. ისეთ სახი გაგიგონება მოჩვენება დაინახე რა. არ მიგვერს უბრალოდ. ვიდრე თუ შემომიშვები. აპატია მოდი. დალევრამეს. ოფიციალური ხარ. მოგეხვეწები რა ის საითრიე რა. გასახსნელია. არ მაქვს გასახსნელი. კერეს ისევ ირონიას და ჩხუბს თუ აპირებ, არ გინდა გეხვეწები რა. ვიცი რაც უნდა მითხრა. დავარაუქნათ. დავივიწყოთ. ჰეპია ყველაფერი. კარგად ვარ, სურას ვთავაზობ. რადგან მოხვედი? ესე იგი უკვე დაივიწყე, ან მინიმუმ აპირებ რომ დაივიწყე. ნულია რა. ბავშვების მაგასთან მიღალა და ცოლმა და ეხლა მთხოვს რომ დავივიწყო. ადვილია მეთქი არ მithქვამს. უბრალოდ შენაირი ადამიანისთვის მგონია რომ შეუძლებელი არ არის. არ უნდა გითხრა ჩემნაირი იდიოტისთვის. კერეს ადამიანები ვართ მეც და შენც. ორივეს დაგუშვია შეცდომები მე მგონი, ხო? არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე შენთან არანაირი შეცდომა არ მაქვს დაშვებული რა. ყოველთვის გვერდით გედექი. მოგეხვეწები და არა მოიტანე რა გავთვლი.
ამის თქმულად ხარ შენ მოსული? ხო გავიარეთ ეს თემა უკვე არა? თემას მოყვანდა, იმიტომ გეუბნები ამ ყველაფერს. არ ვიცი მე საერთოდ რა როგორ იქნება, მაგრამ მოგლეთ რა. არ მოვიდოდი შენთან, უბრალოდ მაგრად გავიჭედე. ფული მჭირდება რა. რამდენი? 500, მაგრამ 1000-იც კარგი იქნებოდა. და მე არ უნდა გკითხო რა შეგჭირდება, ხო? კარგი იქნებოდა.